ეს არის თერაპიული ზღაპრების და იგავების არხი. მე ვარ ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი. დღეს გთავაზობთ ზღაპარს ბავშვებისთვის, რომელიც შეადგინა ფსიქოლოგმა სოფო ჩიქოვანმა. ამ ზღაპრის თემებია და-ძმას შორის ეჭვიანობა და კონკურენცია, სუსტზე ზრუნვა და ერთობის ძალა. გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაგვიკომენტარეთ და მოწონების შემთხვევაში გააზიარეთ. ზღაპარს ქვია ერთად უკეთესია. ჩვენს პატარა ქუჩაზე ვინ არ იცნობს კეთილ, ძლიერ და მამაც ძაღლ ბასარას. სასეირნოდ რომ გამოდის, მაშინაც ისე ღირსეულად უჭირავს თავი, შეუძლებელია გამლელთა ყურადღება არ მიიპყროს. თან ძალიან მეგობრულია და ყოველთვის მზად არის გასაჭირში მყოფი მეგობრების და ადამიანების დასახმარებლადაც კი. ბასარა მოსიყვარულე და მზრუნველი ნატალის და პეტრეს ოჯახში ცხოვრობს. ფისო ფეფოსთან ერთად. სულ პაწაწინა, ძაფის გორგალივით მრგვალი იყო ბასარა, პირველად რომ მოიყვანეს და დიდი სიყვარულით შეიყვარეს. ეთამაშებოდნენ, მასზე ზრუნავდნენ და იმ პატარა სულელურ საქციელებსაც პატიობდნენ, ხშირად რომ მოსდით ძაღლებს. ბასარას აზრით, მისი ბედნიერი ცხოვრება მაშინ შეიცვალა, როცა სახლში კნუტი ფეფო გამოჩნდა. ერთ ბეწოსა და უსუსურს პატრონები ზეთხვებოდნენ, ხელით აჭმევდნენ, ეალერსებოდნენ და ყველაფრის უფლებას აძლევდნენ, რაც ძაღლს უკვე ეკრძალებოდა. შენ უკვე დიდი ხარ. წესიერად მოიქეცი, ეუბნებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც ადრე თითქოს სულ სხვანაირად ექცეოდნენ. მე სულ დამივიწყეს, მთელ დროს მხოლოდ ამ საძაგელ კნუტს უთმობენ. გულის ტკივილს ვერ მალავდა ბასარა. ეჩვენებოდა, რომ პატრონებს აღარ უყვარდათ. მადაც დაკარგა და ღამის ძილიც გაუკრთა. ერთხელ წუხარებისგან აღმოვლებული დასაჯეს კიდეც. ყუდროებას გვირღვევო. ყოველ დღე უფრო და უფრო ზულდა ფეფო და ერთხელაც, როცა ცელქმა და გათამამებულმა ფისომ ბასარას ბურთით დაიწყო თამაში, ძაღლმა თავი ვერ შეიკავა და ფეფოს ყუდზე უკბინა. კნუტის სიმწრისგან აკივლდა. ბასარას ძალიან გაუბრაზდნენ და მსუბუქად წაუთაქეს კიდეც. ეს ბოლო წვეთი იყო. და ძაღლმა მთელი გულით შეიძულა კნუტი. დაღლილს და გულდამძიმებულს საღამოს იმ ფიქრით ჩაეძინა, რომ როგორც კი დილა გათენდებოდა, მისთვის ბოლო უნდა მოეღო. ბასარამ ძილში უცნაური სიზმარი ნახა. უცხო ქალაქის დაცარიელებულ ქუჩებში მარტოდ დადიოდა და სახლს ვერ აგნებდა. ძალიან შიოდა, სწუროდა, სიცივისა და დაღლილობისგან ფეხზე ძლივს იდგა. ღამის გასათევის ძებნაში უახლოეს კარზე დააკაკუნა, საიდანაც უზარმაზარმა კატამ გამოხედა. ახლავე მოუსვი აქედან, საშინელი ხმით დაუყვირა კატამ. მის ზურგს უკან სხვა განრისხებული კატებიც იდგნენ და ძაღლს ბრჭყალებით ემუქრებოდნენ. შეშინებულმა ბასარამ უკან მოუხედავად დატოვა იქაურობა. ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ გული საგულეში აღარ უჩერდებოდა. სრულიად მარტოს და ყველასგან გარიყულს თავშესაფრის პოვნის იმედიც გადაეწურა. კარგა მანძილის გავლის შემდეგ
მისკენ მომავალი პატარა კნუტი შენიშნა, რომელიც წყლის 2 წვეთივით გავდა ფეფოს. ფისო მძაღლი შეათვალიერა და ჰკითხა: რა გაგჭირვებია? რატომ ხარ მოწყენილი? იქნებ შევძლო და დაგეხმარო. ბასარამ კნუტს თავისი გასაჭირი უამბო. ფისო მძაღლი თავის თბილ სახლში წაიყვანა, ავახშმა და დასაძინებლად საკუთარი ლოგინიც დაუთმო. თვითონ კი გვერდით იატაკზე მიწვა. დილით ჯერ სანახევროდ გამოღვიძებულმა ბასარამ თბილი და ღუნღულა სხეულის სიახლოვე იგრძნო. თვალი გაახილა და მასთან მიკრული ფეფო დაინახა. კნუტს წყენა დაევიწყებინა და ბასარას მისწოლოდა. ძაღლს გულში საოცარი სითბო ჩაეღვარა. აღარსად იყო ბრაზი და წყენა, მხოლოდ სირცხვილი აწუხებდა. უსუსურ კნუტს როგორ გავეჯიბრეო. ნაზა დაულოკა შუბლი ფეფოს და მიხვდა, რომ ეს პატარა თბილი გორგალი ამ ქვეყნად ყველაზე მეტად უყვარდა. დარწმუნებული იყო ამის მერე ყველგან და ყველასგან დაიცავდა მას. ჩვენს ქუჩაზე მცხოვრები ცხოველები ხშირად აწყობენ წვეულებებს და სხვადასხვა შეჯიბრებებს. ფეფო და ბასარა ყველას განსაკუთრებულად უყვარს და ორივე მათი ყველანაირი შეკრების სასურველი მონაწილეა. როცა რომელიმე მეგობარს რამე სჭირდება, ორივე დაუფიქრებლად ეხმარება და ბასარა გაბედულებით, ფეფო კეთილგონიერებითა და მოხერხებულობით ყოველთვის ადვილად პოულობენ გამოსავალს. ერთად ყველაფერი უკეთ გამოგვდის. კმაყოფილებით ჩაილაპარაკებენ და ბედნიერებას ასხივებენ. წრფელი სიხარულით უხარიათ ნატალის და პეტრეს. ან რა შეიძლება იმაზე დიდი ბედნიერება იყოს, როცა შენთვის ყველაზე საყვარელ არსებებს ერთმანეთიც ძალიან უყვართ. ეს იყო ჩვენი ზღაპარი ბავშვებისთვის. მოასმენინეთ ბავშვებს, მოგწერეთ თქვენი აზრი. კიდევ რა თემებზე გინდათ რომ მოისმინოთ ზღაპრები? გამოიწერეთ ჩვენი არხი და მოწონების შემთხვევაში გააზიარეთ.